გამიმართლა, იმიტომ რომ იმ თემაზე ლაპარაკობდა ქალი, რომელიც მე თვითონ მაინტერესებდა. ზოგადად დიდი გამოდის ახლა TikTok-ის ვიდეოსთვის, YouTube-ზეც დავდებ შორტიც მიდან დავდო და ყველაფერი. და მოკლედ ესეთი რაღაცა ხდება ახლა რა ვუსმენ ამ ინტერვიუს ვუსმენ რაღაცეებში ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია თქვა ამ ქალმა და თვითონაც ერკვევა ძალიან კარგად სხვადასხვა საკითხებში და ნუ აი მეც ძალიან დავინტერესდი რაღაცეებში ვეთანხმები, რაღაცეებში არ ვეთანხმები და მიადგა ზუსტად აი ამ საკითხს რა და აი ჩავთავ მე ხა ამ ვიდეოს რა, აი ამ მონაკვეთს და თქვენ რას ფიქრობთ? ვარიანტი გავისაუბრეთ, მე ინგლისურად ვისაუბრეთ, სხვათა შორის იცოდა მან ინგლისური, ძალიან აი მე მინდა ვთქვა რომ მე ხლა ვისაც ვიცნობ ინდოელებზე მაქვს ძალიან მონდომებული სტუდენტები არიან სხვათა შორის. სწავლობენ. თუ ვინმე სწავლობს ხა ჩვენი თან სამედიცინო ფაკულტეტზე არიან ძალიან ბევრი, დღე და ღამე სწავლობენ ეს ბავშვები. ჩვენი ქართველი სტუდენტები რომ დღე და ღამე წინთან ძლივს მიიყვან და არ უნდათ სწავლა გამოცდები მოდის და კიდევ შენ პროფესორი და ლექტორი თხოვ აკითხავ ურეკავ მოდი გასწავლო უღეჭავ კონსპექტს უკეთებ ოღონდ რამე ჩავიდეს მაგათ თავში ამ ბავშვებთან ეს არ გჭირდება ესენი დღე და ღამე ზიან და მუშაობ ვისაც სწავლობენ პლუს მუშაობენ, იმიტომ რომ ესენი ღარიბი ოჯახის წარმომადგენლები არიან და აქ ხომ უნდათ თავის შენახვა. არ ყოფნით ახლა თავიანთი ოჯახები იქიდან ვერ უგზავნიან. უნდათ თავის შენახვა და ეს ბავშვები კანონის ფარგლებში მუშაობენ. ვინც უკანონოდ იქცევა, მას ქვეყნიდან აცელებენ. ხო და აი მე ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა. ქართულ ოცნების ამომრჩევლსაც ვეუბნები და ქართულ ოცნებასაც ვეუბნები. აი რა დაგიშავათ ქართულმა ერმა, აი რატო ხართ სულ ამ ახალგაზრდობის კრიტიკაში, რატომ ხართ ამ ქართველების კრიტიკაში, ანუ ქალი მთელი ქალბატონი, ნუ არ მინდა ხა შეურაცხყოფილად მივაყენო ან რაღაცა ძალიან შეურაცხყოფილად თქვა ან რაღაცა უძლებობა თქვა ან რაღაცა აი ვაფშე არ ვაპირებდი ხა ესეთი ვიდეოს გადაღებას რა მეთქი ყველაფერს ვიტყოდი ძალიან დიდი ვიდეო გამომდის ხა რაღაც აი როგორც 12 სართული versus ნაციონალური მოძრაობის ვიდეო იყო რაღაც 48 წუთიანი ესეც გამოდის ძალიან დიდი თვითონ ინტერვიუ არის 1 საათიანი და პლუს ჩემი აზრები რაღაცები გამოვა ძალიან დიდი ვიდეო მოიმზადეთ მაგრამ აი ესეთი რაღაცა მაინტერესებს რომ აი მართლა ვერ ხვდები ახლა აი რატომ გონიათ რომ აი ამ ქართულ სტუდენტებს თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ და აი ამ ინდოელებს სულ აქებთ და ადიდებთ რაღაცას ამისგან კარგს მიიღებთ ანუ რაღაცა ანუ რატო გონიათ რომ ეს არის სწორი რატო გონიათ რომ ეს არის კარგი